მოგესალმებით. ტელეფონის წარქმნას რაც შეეხება ფაქტობრივად აქციაზე ვიყავით მისულები რა 20 წუთის მისულები ვიქნებოდით მეტის არა და ამ 20 წუთის განმავლობაში მოხდა ეგ ყველაფერი. მე გამოსული ვიყავი ჩორად ხალხი ვიყავი უბრალოდ ჩემი მეგობარი დავინახე უკვე რომ ძილსექტოდა ნაცემი იყო მაგრამ შევედი პოლიციელების კორდონში იყო მშვიდად შევეჩვერო არც დროს მოხდა რა არაფერი რა მივედი რობოკოპთან ნუცემეთ კი დააკავე ბარემ თქო მეორე რობოკოპმა წამოაყენა და აკავებდა მე მითხრა რომ შენ თავისუფალი ხარო პრობლემა არ არისო შეიძლება წახვიდეო მაგრამ ახლა მარტო რო იყო მაინც კიდე არ დაუმატონ მეთქი და მოდი მეც დამაკავე თქო შენ სკოლას დაიწერ მეთქი და წავიდეთ არ არის პრობლემა მე ხელის მოკიდებას არ მჭირდება გამოყვებით თქო და წავედით ინგოროყას ქუჩიდან პარლამენტის ქუჩამდე ჩვეულებრივად ვიარეთ შვიდად რა მე პარლამენტთან საუბრობთ მე რობოკოპი და ჩემი მეგობარი და მათ მოვარდნენ მე ჯერ ერთი მოვიდა მაღალი შავში ჩასმული ერთ ჯინსი ეცვა შარვალი მეორე შავი მოტკეცილი მაისური ჰქონდა ნიღბები ჰქონდათ და ჩაფხუდი ეფარა ერთს ხო და აი მან დაიწყეს ის მე ხრეკა დაიწყეს და მე რომ მიპოვეს მობილური წარქმნა რომ უნდათ მაგას მოყვა ყველაფერი რა მაგ მობილურს და ჯერ წამართვეს მობილური და მე მცემეს მე აი ზემის დეტალებზე რო არ ჩავიდე მაგ მობილურთან დაკავშირებით შემდგომ 25 დღე დაახლოებით ჩემი რესურსი ვცდილობდი მოძებნას. ცალკე განცხადებები დაიწერა პროკურატურაში, კრიმინალურ პოლიციაში, საპატრულოში დარეკეს ჩემებმა, პლუს სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში ვრეკავდი დაახლოებით ერთი კვირანახევრის განმავლობაში ყოველ დღე მინიმუმ 8 ჯერ მაინც. განცხადება გავაგზავნეთ მეილის საშუალებით და ცხელყვაზე ვატყობინებდით, სადაც ჩანდა მობილური მაშინ იყო ჯერჯერობით კედედეს ბაზაზე, პარკინგზე იყო, ჩართული ქონდა, ეთყობა, არ იცოდა რა როგორ უნდა გამოეყენებინა ეგ მობილური და შემდგომ ბოლოში აღმოჩნდა ანუ ცხელყვაზე არავინ არაფერი არ გააკეთა, მე უკვე რო აღმოჩნდა გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ ლომბარდის მისამართზე, მაგ დროსაც ჯერ ჩვენით მოგვეგვარებინა და იქ ყველა შევატყობინეთ რომ თუ დააბრუნებთ მობილურს ჯილდოს მიიღებთ თქო და არავინ არ გამოაჩინა და მე უკვე პოსტი დავწერე რომ ვინც დამიბრუნებს მობილურს ჩვენ თვითონაც დავეხმარეთ იმ ასე ვთქვათ მოროდიორ სპეცრაზმელს თვითონ ვერ მოიფიქრებდა მაგის იმედი არ მქონდა და მე თვითონაც დავეხმარე რომ შუამავალს ვინმეს გადაეცი რომ ვითომ იპოვა დამიბრუნეს და 30% ადგილზე მიიღებს და მე თქვენ თვითონ გაიყავით ეგ ფული თქო მაგრამ მოკლედ რო თქვა აი გუშინ უკვე დილით ჩემ დევაისებში რო შევედი აღარ მიჩვენებდა მობილურს და წაშლილია მოკლედ რო თქვა რა ანუ საფულე მინიმუმ თვითლიკვიდაციას გააკეთებდა მინიმუმ აი სამწელობაზე მეტიც რო ეცადათ პინკოდი შესვლა მაგიტო ვაფრთხილებდი რომ არც სადოთ დაივიწყეთ იმ ფული რადევს ჯობია იმიტომ რომ მე მობილურის და მობილური ჩემ გარეშე არაფერს ანუ არანაირი ცდომა არ გვექნებოდა ეგ ჩემი უსაფრთხოების გარანტიაც იყო და მობილურის უსაფრთხოების გარანტიაც იყო რა მან ერთადერთი ამბავი ის იყო რომ იმ დღეს უბრალოდ მე მქონდა ისეთი სიტუაცია რომ 7-8 საათი მემზადებოდით 7-8 დეკემბერს მქონდა მოკლედ რო თქვა 8-9 დეკემბერს მქონდა შეხვედრა აბუ-დაბიში ბიტკოინ მენას პარტნიორები ვიყავით ბიტკოინ მეგაზინის სტრატეგიული განაცავად ყველგან წვდომა გვაქვს და Trump Foundation-თან, Sizis Foundation-თან, Venture Capital-თან, ინვესტიციებთან დაკავშირებით უნდა შევხვედროდით და ამიტომ მთელი დღე მაგაში გავატარეთ რა და ვერ ამოვწერე ის 12 სიტყვა და სახში ვაპირებდი ამ 12 სიტყვის ამოწერას. რომელიც ერთგვარად რო წარმოვიდგინოთ კრიპტოგრაფიული გასაღებია რა. რომელსაც უკუთვლა არ აქვს მაგალითად x + y უდრის z-ს განტოლებაში ვიცით რომ z უდრის x + y-ს მაგრამ კრიპტოგრაფიულ დაშიფრვაში z რას უდრის ეს არ ვიცით. ესე მუშაობს ეს ასე ვთქვათ მარტივად რო აქვს ცნათ ეს ტექნოლოგია და ამიტომაც უკვე რომ მობილურზე iCloud-ი წაიშალა რომც აღდგეს ეგ მონაცემები ის საფულე იმ ასე ვთქვათ კონდიციით არ დაბრუნდება უკვე HR-ში არის ეგ საფულე გამოკიდებული უბრალოდ ყველაზე მეტად სანერვიულო რას მქონდა მე ან კარგი კრიპტოაქტივები მქონდა ნაყიდი რომელსაც $9 მილიონ გაკეთების პოტენციალი მქონდა და არა ის $78,000 კიდე ცალკე ამბავი იყო მაგრამ ამ ეტაპზე ამ ფასებზე $78,000-ია დაკარგული HR-ში უბრალოდ ვერავინ რო წვდომას ვერ მიიღებს ვერც მე ვერც ის მომპარავი და ასე შემდეგ იმის გამო რომ $600 აიღო მაქსიმუმ ეგეც iPhone 13-ში რა ვიცი კი ბატონო, ავთანდილო ეს რაღაცა კრიპტო ამბები არ არის ჩემი ძლიერი მხარე, მაგრამ დავაზუსტებ, ანუ ეს უკვე დაკარგულია, ხო, რაღაცა დაბრუნებას, მოკლედ აღარ ექვემდებარება, შეიძლება ვთქვათ, რომ დაახლოებით $78,000 ზარალი ნახეთ.
რომელსაც უფრო მეტი ეს არის ამ კი ბატონო, ეს არის ამ ტექნოლოგიის დადებითი და უარყოფითად მე ვერ ვთვლი მაინც, მაგრამ ეს არის ამ ტექნოლოგიის მხარე, რომ აქვს უსაფრთხოების ის ზომები, რომელსაც მესაკუთრის გარდა ვერავინ ვერ მიწვდება. მესაკუთრე კი არის ის, ვისაც ეს 12 სიტყვა გააჩნია. თუ 12 სიტყვა არ აქვს, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ავთოქვია გიორგი დავითი შემდეგ ან რაფერისკანი გაქვს, მნიშვნელობა არ აქვს, ვისაც აქვს 12 სიტყვა, კოდი თulis რომ ისაა მესაკუთრე, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ შეიძლება იყოს ეს და თუ ეს 12 სიტყვა ვინმე მიიღო პირობითად, ის იქნება მესაკუთრე. და ამ შემთხვევაში მე მქონდა დაცული უბრალოდ უსაფრთხოება იმ ნაწილზე, რომ 12 სიტყვაზე წვდომა არავის არ მიიღო. ეგ იყო უსაფრთხოების ნაწილი და რა აქტივებზე წვდომას ვერ ციღებდი რეალურად თუ არ შეხვიდოდი იმ საფულეში და საფულეს დაჰაიდებული იყო. დამალული იყო მობილურში, ვერც ვერავინ ვერ ნახავდა იდეაში მაგასაც თვითონაც რა. კი ბატონო, კი ბატონო, ავთანდილ, მართლა ძალიან გავრცელებული იყო ხო ეს ინფორმაცია, მათ შორის შენი შეთავაზებაც და არ ვიცი, ალბათ ძალიან რთულია არ მისულიყო იმ ადამიანის ყურამდე ეს ამბავი, რომლის ხელშიც ერთხელ მაინც აღმოჩნდა ხომ თქვენი მობილური ტელეფონი. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ მოვიდა თუნდაც იმ შეთავაზებული გზებით თქვენამდე, რომ ვიღაცას რაღაცა დობის პრობლემა ჰქონდა, ვერ დაიჯერეს ბოლომდე თუ რა შეიძლება დავაბრალოთ, იმიტომ რომ თქვენ როცა დაწერეთ ეს სოციალურ ქსელში, მე ვკითხულობდი გამოხმაურებებს, არ ვიცი, თქვენი მეგობრების თუ სხვადასხვა ადამიანების, რომლებიც ამბობდნენ, რომ რაღაცა ეს ფაქტიც ავლენს კიდევ ერთხელ, როგორი არის, ოდესაც სისტემას ემსახურები, ხო? ამ შემთხვევაში წინასწარ ვთქვი, პაპუას არაფერს არ ვერჩი ზოგადად, მაგრამ პაპუასია ეგ ადამიანი, ბეჭდით დამოწმებული პაპუასია პირდაპირ მნიშვნელობით. უბრალოდ თვითონ მიხვდება რა სიტყვების ეკუთვნის მაგ ადამიანს ამ სიტყვიდან გამომდინარე. იმიტომ რომ ერთი რო თვითონ ხო ვერ მიხვდა, რაც უნდა ერთი რო სხვის ნივთს კიდებს ხელს და ჯიბეში იდებს და მეორე ნაწილი არის რომ იმდენად განუვითარებელია და ძალიან მინდა რომ ეს შესაძლებლობა მაგისთვის მომეცეს, რომ მივიდეს მის ყურამდე, რომ იმდენად განუვითარებელი ხარ, თუ მიყურებ ახლა და თუ მისმენ, იმდენად განუვითარებელი ხარ და იმდენად პაპუასზე უარესი ხარ, რომ იმასაც ვერ მიხვდი, როგორ უნდა დაგებრუნებინა სხვისი მისაკუთრებული ნივთი უკან და მაგაში აგეღო 2 წლის ხელფასი მინიმუმ. და ესეთ ადამიანებს რაზე უნდა ესაუბრო, არ ვიცი მე, მისი კოლეგები ვინც არიან, წესით ისინი მიხვდებიან, რამდენად განუვითარებელი ყავთ გვერდით და ჩემი აზრით ეგეთი ხალხი თვითონ ამაგათაც არ აწყობთ, ჩემი აზრით ეგ უნდა გაათავისუფლონ სამსახურიდან მინიმუმ მაგის გამო, იმიტომ რომ ერთი რო კაი წაართვი ვიღაცას მობილური, ხო? მეორე გაქვს შანსი რომ მიიღო დაახლოებით $23,000. $23,000 იქნებოდა მაგის 2 წლის ხელფასი, ისე რომ რომც არ ემუშავა 2 წლის განმავლობაში აღარაფერი აღარ დაჭირდებოდა რეალურად, ხო? და თვითონ რაც აქვს შემოსავლები მაგიდან გამომდინარე. და ისიც კი ვერ მოიფიქრა, ვერ მოიფიქრა გასაგებია, ისიც კი ვერ დაუშვა, რაც უთხარით, რომ საჯაროდ რაც გავაცხადეთ, რომ მოდი სხვა მოძებნე ისეთი შუამავალი, რომ იმან დააბრუნოს. და პლუს ამას დამატებული იმდენი ფიქრის უნარის არ აქვს, რომ iPhone-ს რო ხელს კიდებ არ უნდა ჩართო რეალურად. რომც არ ჩართო, Find My App-ი თუ მაქვს ჩართული, ყველგან ვიპოვი მაინც. და რა მნიშვნელობა ქონდა ახლა $300 გამო ან რეალურად მაქსიმუმ $300 ჩაიბარებდნენ მაგ iPhone-ს, მით უმეტეს iCloud დაბლოკილი იყო. $300 გამო ერთადერთი რაც გააკეთა, უბრალოდ მემაზარალა რა. და თვითონ დაკარგა შესაძლებლობა მე უკვე რომ ის $23,000 მიიღო, მაგრამ ერთადერთი რაც გააკეთა, არის უბრალოდ რომ მე დამაზარალა, მეტი არაფერი. კი ბატონო. მადლობა ავთანდილ რომ დაგვითმეთ დრო და ჩაგვერთე პირდაპირ ეთერში. წარმატებებს გისურვებ. მადლობა.